Am წუთებში კათოლიკოს პატრიარქი მეტეხის ხიდზე იმყოფება 100,000 ქართველის წამების ადგილზე, სადაც პატრიარქის ლოცვა კურთხევით პარაკლისი უნდა აღევლინოს სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება. დღეს სასულიერო პირები ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისს აკურთხებენ. მსვლელობას უკვე შეუერთდა სამი ნაკადი ვაკიდან, საბურთალოდან და დიდუბიდან. მეტეხის ხიდზე შეკრებილებთან ასევე მივიდნენ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიიდანაც. მსვლელობის პარალელურად ისმის ქართული ხალხური საგალობლები. ჩვენ ვართ კვირიკეს და ველითას ტაძრის მრევლის ტიქაროსნები, მამაოსწინაო მძღოლები, ჩვენ მივერთებით უსწავლობა სპორტის სასახლესთან. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ გამოვლებას სიძულვილისა და სისასტიკის და სოლიდარობას უცხავთ პატიმრებს მერვლის საყოველიდან და საერთოდ მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს მისი უწმინდესობის კურთხევით ეწყობა სამშვიდობო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოძღვრები და მორწმუნე მრევლი. ეს არის სამშვიდობო მსვლელობა, რომ ეს დღეები მომავალი არჩევნებამდე მშვიდობით ჩაიაროს ამ დღეებმა და ქართველი ერის სიყვარულით მივიდეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც რა თქმა უნდა იყოს მშვიდობა და სიყვარული საქართველოში. ეს მსვლელობა დღეს ნიშნავს ქართველი ხალხის პოზიციის დაფიქსირებას, რომ ის რაც ჩვენ სულ ყველამ ვნახეთ, ეს არის ჩვენი ყველას სირცხვილი, ჩვენ ეს გვტკივა და თუ ეს სამოქალაქო პროტესტი, რასაც ჩვენ ამდენი ხანია უკვე თვალყურს ვადევნებთ, არ განხორციელდა, თუ რამე არ შეიცვალა რეალურად და ხალხის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ეს ყველაფერი უკვე სხვა რაღაცაში გადაიზრდება. ეს რო არ გვინდა, იმიტომ ვდგავართ აქ.